თბილისობის დღესასწაულს უერთდება სავაჭრო ცენტრი ქარვასლაც, საიდანაც მაიკო ჭაფოძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მაიკო, მოგესალმებით. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როგორც უკვე გითხარით, ხვალ თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში მოსულ სტუმრებს სპეციალური შეთავაზებები დახვდებათ. ამ შეთავაზებების შესახებ უფრო ვრცლად გვიამბობს ნატალია საგინაშვილი, ქარვასლას მარკეტინგის მენეჯერი. დილამშვიდობისა, გამარჯობა. ქარვასლა ტრადიციულად მომხმარებელს თავაზობს სხვადასხვა სიურპრიზებს, ღონისძიებებს. ამჯერად თბილისობასთან დაკავშირებით ჩვენ უერთდებით თბილისობას და ხვალ მოსულ სტუმრებს 2-დან 5 საათამდე ელის სხვადასხვა საინტერესო სიურპრიზი. მათ შორის ჩვენთან იქნებიან წარმოადგენელი ჩვენი მეგობარი კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს სპეციალურ ფასად შესთავაზებენ თავიანთ პროდუქციას და დააგემოვნებინებენ. ჩვენთან ერთად იმყოფება მარნეული სასურსათო ქარხანა და მისი წარმომადგენელი თინათინ სამყურაშვილი. დილამშვიდობისა, გილოცავთ წინასწარ თბილისობის დღესასწაულს. ჩვენც ვერთდებით ქარვასლასთან ერთად. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება აქვს, რომ მარნეული სასურსათო ქარხნის პროდუქცია შეიძინოს სპეციალურ ფასად და ასევე დააგემოვნოს. საინტერესო შეთავაზება გაქვთ, გისურვებთ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მოვა და დააგემოვნებს. ნატალია, გარდა მარნეული სასურსათო ქარხნისა, კიდევ ვინ იქნებიან, რომელიც კომპანია? ჩვენთან არის კახეთის ტრადიციული მეღვინეობა, რომელიც ხვალ მისცემს მომხმარებელს საშუალებას დააგემოვნოს მისი უგემრიელესი ღვინოები. გარდა ამისა, აუცილებლად აღნიშნავ, ხვალ ჩვენთან გათამაშდება უამრავი საჩუქარი. შეგიძლიათ ნახოთ აქ ნაწილია მხოლოდ წარმოდგენილი, ასე რომ ველოდებით ყველას. ასევე ჩვენთან არის სააქციო საზოგადოება აპიფიტო, რომელიც გაასინჯოს მომხმარებელს უგემრიელეს თაფლსაც, ფუტკრის პროდუქტებს, შეგვიძლია ჩვენად. და ასევე როგორც ვიცი, იქნება აქსესუარების გამოფენაც. აუცილებლად იქნება აქსესუარის გამოფენაც. შეგვიძლია ვიხილოთ მცირე ნიმუში. ხვალ რაც იქნება ჩვენთან წარმოდგენილი, ასე რომ ყველა საშუალება იქნება შეიძინოს და ათვალიეროს. რაც შეეხება ამ კუთხეს, ბავშვები არიან და რაღაც ტკბილეული გაქვთ წარმოდგენილი. დიახ, აქ იქნება სეშენ სტუდიოს პატარებმა მოგვიწყეს ულამაზესი თბილისობის კუთხე და პატარებს შეიძლება დააგემოვნონ უფროსებსაც. ნატალია, როგორც ვიცი, გარდა გათამაშებისა, 50-მდე პრიზს გაათამაშებთ, ასევე აქ მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ცეკვის ანსამბლი. დიახ, სუხიშვილების აკადემიურ დასთან არსებული ბავშვთა ანსამბლი, შესთავაზებს უამაზეს ცეკვებს, გარდა ამისა გვექნება სხვა წარმოდგენებიც. ასე რომ ბევრი სიურპრიზი გველის. იმ კომპანიების სიაში, რომლებიც უკვე ჩამოგითვალეთ, წარმოდგენილია ასევე წყუბების საღვინე სახლი. დილამშვიდობისა, გამარჯობათ, მივესალმოთ თქვენს ტელემაყურებლებს. როგორ უერთდება თქვენი კომპანია თბილისობას და რისი დეგუსტაციის საშუალება ექნება აქ მოსულ სტუმრებს? ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ღვინოს ქვევრის მზე. გვექნება საფერავი, რქაწითელი, კახური და ევროპული მეთოდით დაყენებული და გვექნება სპეციალური ფასდაკლება ქარვასლის სტუმრებისთვის 30%-იანი ფასდაკლება. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ წინასწარ თბილისობას. ნატალია, რომელი საათიდან ველოდებით ხვალ აქ სტუმრებს და კიდევ ერთხელ რომ უთხრათ მაყურებელს, თუ რისი ხილვის საშუალება ექნებათ, რა ღონისძიებებს თავაზობთ, თან მithumetes როგორც ვიცი, პირველი არ არის, როდესაც ქარვასლა ასე აღნიშნავს სხვადასხვა დღეს. დიახ, ნამდვილად, ქარვასლა მუდმივად ცდილობს, რომ გაანებროს მომხმარებლის სხვადასხვა ღონისძიებები. ჩვენ აღვნიშნეთ 8 მარტი, ჩვენ აღვნიშნეთ 1 ივნისი, ჩვენ ქონდა ცირკი ქარვასლაში, ქონდა დეფილეები, ვისწავლეთ ჰიპ-ჰოპი და მუდმივად ცდილობთ, რომ ახალი საინტერესო ღონისძიებები შევთავაზოთ. რაც შეეხება თბილისობას, ხვალ 2-დან 5 საათამდე ყველა მოსულ სტუმარს შეიძლება დააგემოვნოს უგემრიელესი ღვინო, სხვადასხვა ტკბილეული, როგორც ვიხილეთ, შეიძინოს ულამაზესი აქსესუარები, საერთაშორისო წარმოდგენით, ასევე გვექნება სხვა წარმოდგენებიც, რომელსაც სიურპრიზად ვინახავთ. ასე რომ, რაც შეეხება გათამაშებას, 50-მდე პრიზს ათამაშებთ, როგორ უნდა ჩაერთოს მომხმარებელი აქ მოსული სტუმარი ამ გათამაშებაში? აქ მოსულ ყველა სტუმარს შეიძლება მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში. გვექნება ესეთი ქარმაქს წარმოადგენელი აკვარიუმი, რომელშიც ჩაყრილი იქნება სხვადასხვა პრიზები და ძალიან ბევრი პრიზი იქნება და ყველა ვისაც ასე თქვა და მოიგებს, იქნება ისიპარის საჩუქრები, ულევუსგან საჩუქრები, იქნება კახეთის ტრადიციული მეღვინეობისგან საჩუქრები და ბევრ სიურპრიზს თავაზობთ აქ მოსულ სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. დამშვიდობები მაყურებელსაც და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვალ ქარვასლაში 2-დან 5 საათამდე გელიან. გარდა ამ ღონისძიებებისა, როგორც უკვე გითხარით, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ სპეციალურ ფასებად შეიძინოთ ქარვასლას მეგობარი კომპანიების პროდუქციები, იხილოთ სხვადასხვა წარმოდგენები, ჩაერთოთ გათამაშებაში და ასე შემდეგ. ყველას გელოდებით ხვალ სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში 2-დან 5 საათამდე. მე მომდევნო ჩართვაში უკვე ბოტანიკური ბაღიდან შემოგიერთდებით, ასე რომ დაგველოდეთ.